იმიტირებული არქეოლოგიური ველი არქეოლოგიით დაინტერესებული მოზარდებისთვის საჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. გონიო აფსაროსის ციხე-სიმაგრის ტერიტორია არქეოლოგიური გათხრებისთვის მოსწავლეებს დაეთმობა. ციხის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში სპეციალურად ბავშვებისთვის იმიტირებული ველები მოეწყობა და მათთვის არქეოლოგიური გათხრების ჩატარება გახდება შესაძლებელი. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი პროექტის განხორციელებით ნაკრძალის განვითარების დამატებით შესაძლებლობას ხედავს. Ნიშნულოვანი იქნება, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის, რომელსაც შესაძლებლობა მიეცემათ, რომ არა მარტო მუზეუმში ნახონ ის, რაც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, თუნდაც ის მუზეუმში ნანახი მასალა, რომ მათთვის უფრო საინტერესო გახდეს, მათ შესაძლებლობა ექნება თვითონ აღმოაჩინონ ნივთი. არქეოლოგ შოთა მამულაძის თქმით, მოსწავლეებისთვის მიწის წიაღში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამოღებული სხვადასხვა ეპოქის მეორადი ნივთები განთავსდება. ახალგაზრდებს პროექტის საშუალებას აძლევს მათ მიერ მოპოვებული მასალები დაათარიღონ და ეპოქების მიხედვით განსაზღვრონ. ნივთები ძირითადად განლაგებული იქნება, თქვათ, თიხის ნაწარმი, აი დაწყებული, თქვათ, ამფორებიდან, დამთავრებულია, აი თქვათ, გვიანშუა საუკუნეების აი თურქული ჭიბუხებით. იმიტირებული გათხრების პარალელურად გონიო აფსაროსის ციხე ნაკრძალში პოლონურ-ქართული ექსპედიცია იმუშავებს. ციხის მმართველის თქმით, ტერიტორიის შესწავლით სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები დაინტერესდნენ. არა მარტო აი ამ იმიტირებულ ველზე, არამედ მანამდეც, ადრეც და შარშანაც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ უშუალოდ გათხრებში ადგილობრივი სკოლის ბავშვები. იქნება ორი ფორმატი. ერთი, რასაც ჩვენ ორგანიზებულად ჯგუფებს მოვიყვანთ, იმისათვის რომ ბავშვებმა უკეთ ისწავლონ თავიანთი ისტორია და თავიანთი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენ თვითონ დავაორგანიზებთ ამ პროცესს და მეორე მიმართულება გონიოს ტურისტულ პაკეტში ჩაიდება ეს როგორც კომერციული სერვისი. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახალი პროექტის განხორციელებას ზაფხულში გეგმავს. ამ დროისთვის პროექტი დამუშავების ეტაპზეა. თუ რა თანხა დაიხარჯება იმიტირებული არქეოლოგიური სივრცის მოწყობისათვის, ჯერჯერობით უცნობია. სააგენტოს უფროსის თქმით, თუ კი გონიოს ციხისა და სააგენტოს ბიუჯეტები ვერ გაწუდება, ამ შემთხვევაში ისინი დახმარებას აჭარის მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვენ.